დაბრუნდით ჩვენ პირდაპირ ეთერში. დაბრუნდით კოსტიუმირებულ სტუმრებთან ერთად და ეს ის შემთხვევა, როდესაც მხოლოდ FM-ი არ გეყოფათ სამარაუდოდ, შეგიძლიათ რადიო 1.0-ს შევბრძანეთ და ჩვენი სტუმრები იხილოთ. ლარპელები შემოგვიერთდნენ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ლარპზე, უნდა გავარკვიოთ ეს გახლავთ სპორტი თუ ეს არის თამაში, რამდენად პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში და როგორია რაც თავარია თამაშის წესები. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს ალექსანდრე ხანთაძე, რომელიც ქართული ლარპის ორგანიზატორი გახლავთ, ასევე ნატო ბელქანია და რეზო კილაძე. ნატოს ყურები გაეზარდათ. ეს ყველაფერი შეუძლია ჩვენს ვენას დამაყურებელს იხილოს. და ეს რეაქცია მქონდა რომ შემოვიდა ცოტა შევიცვლი. ყავს სტუდიაში. გიორგი ცოტა დაიძაბა თავიდან. რაც შეეხება რეზოს რაღაცა ისეთი კოსტიუმირებულია. რეზო აქეთ, იქით ალექსანდრე, გასაგებია. ნუ ეხლა ალექსანდრე სახელით ისეთი აქვს და ჩაცმულობაც შესაძლებლობაშია. ვიყარ ალექსანდრე? ჩემ პერსონაჟი მიხედვით მათი უმეტესად ლურჯი ფერები, რომელიც თვითონ თამაში სახელით სხვა სახელითაც ცნობილი, ქვია რადამანტრასი ამ შემთხვევაში. და ეს ერთ-ერთი გაერთიანების ლიდერი, ისევ როგორც მაგალითად მელამორი. მოდი დავიწყოთ. შუიდან დავიწყოთ ახლა ჩვენ ეს წავდახოთ მე მეორე დღეა და პირველ დღიდან დავიწყოთ. პირველ დღე გვაინტერესებს, თან პირველ დღეს დილა გვაინტერესებს. რა არის ზოგადად ეს სპორტია თუ თამაშია, რამდენი ადამიანი უნდა იყოს, წესები როგორი გვაქვს და ესე დასაბამიდა რომ მოვყვეთ, იმიტომ რაღაცა ეპოქა, სხვა ეპოქიდან ვართ აშკარად. დიახ, სხვა ეპოქიდან ვართ. არ მხოლოდ საქართველოში, ზოგადად საიდან დაიწყო ეს თამაში? ზოგადად ლარპი თავის შინაარსით არ არის რაიმე ახალი ან რაღაც ისეთ კონკრეტული ლარპი არის ყველაფერი, რასაც ზოგადად ადამიანები ბავშვობიდან ახორციელებენ, თუნდაც თუ კი მობანას თამაშობენ ჯოხებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე ეს მოდის ალბათ უძველესი დროიდან, მაგრამ თვითონ როგორც ლარპი სახელით ამით ცნობილი, როგორც რაღაცა სისტემური ჩარჩო, სადაც ადამიანები ერთობიან, სადაც თამაშობენ, ჩამოყალიბდა დაახლოებით 70-იან 80-იან წლებში, უმეტესად ფანტასტიკის ჟანრის განვითარების შედეგად თავიდან ძალიან სტიგმატიზირებულიც კი იყო ევროპაში და ამერიკაში, თუმცა ეხლა უკვე საკმაოდ პოპულარულია. თავისი წესებით ლარპი ყოველთვის ცდილობს რომ იყოს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, მაქსიმალურად არის მორგებული რომ იყოს მაქსიმალური გართობა, იყოს უსაფრთხოება იმ ჩარჩოებში, რაშიც მოქმედებენ მოთამაშეები და ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ რომ ეს წესები, ზოგადი წესები დავიცვათ. რამდენად ესეთია კონტაქტურია, რამდენად საშიშია თუ არის რაღაცა თუ ზარალდებით ხოლმე თამაშის დროს, თუ ამ სპორტის დროს არ ვიცი, რომელი გუპასუხებ? ლარპები არის სხვადასხვა ტიპის, თუმცა ჩვენ რა მოდელიც გვაქვს ამ შემთხვევაში აღებული, არის საკმაოდ კონტაქტური, თუმცა ძალიან ბევრი ელემენტი, რომელიც ბევრ უცხოურ ლარპში არის დაშვებული, ამოღებული გვაქვს, მაგალითად, ჭიდაობის ელემენტები ძალიან ახლოს ერთმანეთთან კონტაქტში შესვლა, მაქსიმალურად ამოღებულია და ეს ხანჯალი, ფარი, შუბი, ეს უბრალოდ სილამაზისთვის არის თუ იყენებთ? რა მასალაა და როგორ, ანუ დათეთქვა შეიძლება, რომ დათეთქო ვინმე გარი. მასალას ძალიან ვაკონტროლებთ, არის დაშვებული პარალონი, ღრუბელი, ჩვეულებრივი, რომელსაც იყენებენ სამშენებლო ფუნქციებისთვის. და ისინი არის ძალიან რბილი სხვათა შორის, თუ კი კარგად გააკეთებს გამკეთებელი და შიგნითაც კონსტრუქციაში ხე არ გამოიყენება, მაგალითად ან რკინა გამოიყენება აუცილებლად PVC მილები ქვია ასეთი წყალგაყვანილობის და მაქსიმალურად არის ისე გაკეთებული, რომ იყოს მსუბუქი, რბილი და რაღაც დაზიანებები არ მოუტანოს მიზანს. კარგით, რაც მაინტერესებს ახლა, ანუ გამარჯვებული, დამარცხებული როგორ ვლინდება. თუ ეს უბრალოდ ენერგიის დახარჯვის საშუალებაა, თქო ემოციების დახარჯვა. ნატო პროფილში დაგვიჯდეს რა. ეს პროფილი გველაპარაკე და ჯერ გითხარი ყურები რატო გაგიზარდა. პროფილის შესანიშნავია ამ შემთხვევაში. ესე იგი საიდან დავიწყო? ყურები რატო გაგიზარდა? ყურები იმიტომ მაქვს, რომ ჩემი პერსონაჟი არის ელფი, ნუ ნახევრად ელფი, მაგრამ ყურები მაქვს და შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოთხოვნები ლარფში, ანუ არ შეგიძლია ისე უბრალოდ მოხვიდე და ჯინსებით და მაისურით ირბინო, როდესაც მოდიხარ შენ ქმნის შენს პერსონაჟს, იმიტომ რომ ლარფში არპი ნიშნავს როლურ თამაშს და შესაბამისად როლში უნდა იყო. და ამიტომ შესაბამისად, როდესაც ამბობ, რომ რომელიღაც რასის წარმომადგენელი ხარ, მაგალითად ელფი, უნდა გქონდეს გრძელი ყურები. თუ ხარ ჯუჯა, უნდა გქონდეს გრძელი წვერი და ასე შემდეგ.
შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ხო ჩემს პერსონაჟს ყურები გამეზარდა. სულ რამდენიმე ჯგუფია, ხო? ალბათ რა ჯგუფებია? ჯგუფებში რა გაინტერესებს? ელფები გავიგეთ, მასებობენ. ხო, რამდენი რასა ყავს, რა ვიცი, ელფები, ჯუჯები, ადამიანები, ეგრეთ წოდებული მკვდრები, ანდედები, ანუ ვინც ფენტაზი თამაშობს ის მიხვდება. კიდევ აქციები, ვამპირები, ანიმორფები. ეს ელფი ადვილი ამოსაცნობია, თქვენსად ხართ, ვისთან ხართ? მე პირადად ადამიანი ვარ. მოგესალმებით. გამარჯობა. რეზოს მე მგონი ჩვენ სტუდიაში როლი აქვს ჩუმად უნდა იყოს. მოდი რა. ანუ აკითხვაზე, ბევრი რასები ყავს, მაგრამ გაერთიანებები ხდება გილდიებად და ფრაქციებად. ანუ შეუძლია dwarfs და elves ერთად იყოს ერთ და იგივე გილდიაში და ერთ და იგივე მიზნისთვის იბრძოლოს. როდესაც შეუძლია მეორე dwarfs და elves ბანდიტის როლში ასრულოს ან ბნელი ძალის წარმომადგენლის. თქვენ ძირითადად სად ხართ? ჩვენ ვართ ინკვიზიციის წევრები, ერთადად ლურჯი ფერი არის ჩვენი ფერი, ასე რომ ვთქვათ და ჩვენი იდეოლოგია არის სინათლის რელიგიაზე. და ჩვენი მიზანია რომ ყველა ბნელი ძალა, ასე რომ ვთქვათ, აღმოვახროთ ჩვენი მიწის. ძალიან საინტერესოა, ვინც უყურებს იმ ტიპის ფილმებს და ვიდეო თამაშებს, ვინც თამაშობს, აბსოლუტურად გასაგები იქნება თუ რაზეა საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ახლა გადმოერთო ვინმეს. ვერ მიხვდეს ხო, სამ რა ხდება? რაღაცა შეიძლება რელიგიური დაჯგუფებები გქონდეს, სინათლის და თაყვანით ცენობით ცეცხლაყონ არა ეს არის უბრალოდ თამაში შეიძლება ათდეს რას გადაგებდა ამ შემთხვევაში არის მხოლოდ თამაშზე საუბარი. მე მაინტერესებს კოსტიუმები. საკმაოდ შთამბეჭ და აი ახლა რადიო 1.1-ზე თუ შევა ჩვენი მსმენელი და მაყურებელი დაინახავს კიდეც თქვენს არაჩვეულებრივ კოსტიუმებს. რა ვთქვათ, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს, ვთქვათ, აი თეთრმა რასამ სიტყვაზე ბნელდა. ჯუჯებმა როგორ უნდა აჯობონ ელფებს? ამ პრინციპით ჩვენ მოთამაშეები არ იყოფიან. ჩვენმა თამაშმა განიცადა რამდენიმე ცვლილება თავისი თამაშის მიმდინარეობის შინაარსს რაც ეხება. და თავიდან იყო უბრალოდ გაერთიანებები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს იმის მიხედვით ვისთან უნდა დაპირისპირება. შემდეგ შემოვიტანეთ ცვლილება და დავუშვით რომ ყოფილიყო სრულიად თავისუფლება ვისაც რა უნდა და ისე ეკეთებინა. თუმცა ახლა გადავედით ახალ სტადიაზე, იმიტომ რომ ჩვენი მიწები და ჩვენი კაცობრიობა ჩაება სოფლიომში, რასაც ქვია, სადაც უკვე ორი გაერთიანება უპირისპირდება ერთმანეთს, ერთი რომელიც დაღლილი არის ამომიანობით და უნდა ერთი დიდი გალაშქრებით, რაღაც ჯვარცმულ გალაშქრებით ბოლო მოუხოს ყველანაირ ომს და მშვიდობა დაამყაროს და მეორე რომელიც ამ ძველი წესრიგის შენარჩუნებას ცდილობს და იბრძვის ამ ძველი ღირებულებების დაცვაზე. და სიხშირით არის ხოლმე იმართება ეს ომი. ყოველ კვირა. თუ კი რამე არ გვიყვეს ხელს ამ ინდიან ამ დღესასწაული ყოველ კვირა. ომში წვიმაში ომები არ იმართებოდა. კი, გუშინაც მაგალითად წვიმა იყო და მაგრამ მაინც იბრძოლეთ. კითხვა მაქვს, ანუ რა რაოდენობის ადამიანმა შეიძლება ერთ კონკრეტულ კვირა დღეს ვთქვათ, ანუ მოიყაროს თავი. ყველაზე დაახლოებით მაქსიმუმი რა არის ხოლმე ვთქვათ ეს. ამჟამად რეგისტრირებული ყავს 200-ზე მეტი მოთამაშე, თუმცა 120-130-ზე მეტი მოთამაშე ჯერ რაც უკვე ახალ მოდელზე დარეგისტრირებულ მოდელზე გადავედით არ გქონია. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც 150-ზე მეტი მოთამაშეც ყოფილა ჩვენ. სპერპლი რამდენია? იცი რა, ჩვენ ახლა ვათვალიერებთ ფოტოს რადიო 1.1-ზე ჩვენს მენელს შეუძლია ნახოს და ფილმიდან მგონია რომ კადრებია. იმდენად რაღაც კარგად არის. მე ამას ცოტა რაღაც ეფექტს დავადებთ ძალიან. სახეები რა სახით? ხო და აი ამ სერიოზ. როლში არიან ბოლომდე შესული. მომწონს ეს კარგი სიგიჟე მომწონს. მე კოსტიუმებზე დავიწყე და ვეღარ გავაგრძელე საუბარი. ძალიან ისეთი შთამბეჭდავი კოსტიუმებია, რომელიც მეეჭვება სადმე აი ესე იყიდებოდეს და აიღოთ და ჩვეულებრივად ჩაიცვათ. ალბათ თქვენ ვეზრუნავთ თუ როგორ არის ეს საუბარი? ყოველი მოთამაშე ზრუნავს თავის საკუთარ კოსტიუმზე, ანუ ისევე როგორც სიტყვაზე ყურები და წვერი, კოსტიუმის ჩაცმულობაც აუცილებელი ელემენტია, როგორც თქვი ჯინსებით და მაისურით ვერ მოხვალ და ვერ თამაშებთ, ამიტომ პირველი მოთხოვნა არის, რომ სანამ მოხვალ თამაშზე, იმისთვის რომ დაიწყო, უნდა გქონდეს იარაღი, რა თქმა უნდა, და უნდა გქონდეს ფორმა. ფორმაზე უნდა იზრუნო შენ თვითონ რა ვიცი, წახვიდე იყიდე ნაჭერი, სულ ყველაზე მარტივი არის ეს ტაბარდი, რაც მასვია, ანუ ძალიან მარტივი არის, რაღაც შეიკერო ტაბარდი და მოხვიდე ამ ტაბარდით. ან გაიკეთო კიდევ უფრო რთული რაღაცეები. თუნუქის. ეს სადიშოვე. ამ შემთხვევაში ჩემი არა, ჩემი მეგობრისა, რომელიც გუშინ მათხოვა. თუმცა არის რკინისგან გაკეთებული, თავისით გააკეთა. ზემეც იქნება საბარაუდო. საკმაოდ ბეჭები მткиვა გუშინ თასწავლიდა. ხო, ანუ მაგალითად ყურები და რა მასალა ანდო. ლატექსი, ანუ ყურები გამოწერილი არ არის, ჩამომიტანა მეგობარმა გერმანიიდან
გერმანიიდან, თუმცა რა ვიცი, აქაც ნაღდი გერმანული ყურები. კი, ნამდვილი გერმანული ყურები. სადიღებე ყურები. ზედმეტი ყური ხო რაღაც კითხული. ორი დამჩადა. ყურები იღება Amazon-ზე, თუმცა რაღაც ჩემი ნაცნობიც აკეთებს ლატექსისგან ყურებს და რა ვიცი, ბოლოს და ბოლოს შეიძლება ყველაზე მარტივი არის ყური გადაისკოჩო. ყველაზე უხუცესი რამდენი წლის გყავთ? ეს დიდები ინტერესდებიან? საკმაოდ ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი არიან ჩვენ უმეტესად მოთამაშეები ყავს თინეიჯერები, სტუდენტები, თუმცა არიან 30-35 წლის მოთამაშეები, დროდადრო გამოერევიან ხოლმე. თუმცა ის არის რომ მან თვითონ ევროპაში უფრო ხშირად დიდები თამაშობენ ხოლმე 30-35 წლის ასაკში და ჩვენთან უფრო თინეიჯერები. იცი რა, ვიდრე თქვენ მოხვიდოდით სტუდიაში მე და გიორგი ვსჯელობდით, ეს არის უფრო სპორტი თუ უფრო თამაში, უფრო საითი ხრება. ხო, ნუხტურის თამაშია, თამაშია, უბრალოდ აზარტულია და რაღაც სპორტული ჟინიც აქვს. უბრალოდ მე მაინც ქულები რაღაცა როგორ ითვლება თქვათ, აი ან რაღაცა ლეველები არის, ანუ რა ხდება? მომავლიდან ვინმე მოდის კიბორდები რაღაცა. თქვენი ინტერესი რა არის? აი ამ ჩართულობის, ამ თამაშის რა არის ძირითადად? გართობა, იმიტომ რომ აი არ ვიცი. აუცილებლად ლაზერი მოვიდა, აი ტიპები. თავიდან ამ პირველ კითხვას უპასუხებ, ლარპი ოფიციალურად არ არის არსად აღიარებული სპორტად. იმიტომ რომ თვითონ ლარპი არის დაახლოებით ისეთივე ტერმინი როგორც სპორტი. იმიტომ რომ ლარპში როგორც უკვე ვთქვი, სხვადასხვა ტიპის ლარპები და სისტემები არსებობს. მაგრამ ის მოდელი, რაც ჩვენ გვაქვს, თავისუფლად შეიძლება რაღაც კვაზი სპორტად ან სპორტის მაგვარ სახეობად გასართობად ჩაითვალოს, იმიტომ რომ თლიანად გვაქვს მოცემული სისტემა, სადაც ორ ჯგუფს შეუძლია ერთმანეთს შეეჯიბროს, არსებობს წაგებული, გამარჯვებული და თლიანად ფიზიკურ და გონებრივ სისხარტაზე და ფიზიკურ მონაცემებზე არ დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ რაღაც კონკრეტულ მისიების დაძლევას და ქულების მოპოვებას, რაც ბოლოს გამარჯვებას მოუტანს რომელიმე გუნდს, რაც აისახება იმაში, რომ ჯილდოებს აიღებენ რაღაც ვირტუალურ ტერიტორიას, რომელთაც მე რაღაც ბონუსებს იღებენ და ასე შემდეგ. კარგი, რა ტერიტორიაზე იმართება ხომ ეს თქვენი ბრძოლები? ჩვენი ბრძოლები როცა ტყეს ხედავთ. ხო, არ იმართება ხოლმე ლისზე, ან იპოდრომზე, ყოფილი იპოდრომზე. თავიდან იმართებოდა ყოფილი იპოდრომზე, ახლა დროდადრო ხანდახან გვიწევს ხოლმე. ინიციატივით შემოდო, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გამართეთ ხოლმე, ხო და არ გააფრთხილოთ ეს მოსახლეობა. და მაინც გლეხი რომ მუშაობს ხანაში და უცებ სხვა საუკუნიდან ვიღაცები მოვიგია. სხვათა შორის ბათუმში დაიწყეს უკვე იქაურმა ხალხმა ცით რომ გამოგეკიდება მე ნახა. ხო და აი ბათუმში დაიწყეს უკვე ბავშვებმა, თინეიჯერებმა იქ ლარპაობა, ასე რომ ვთქვათ და როგორც ის ქუთაისშიც აპირებდნენ ახლა და ასე რომ ვთქვათ და გორშიც არის. ანუ რაღაცა ამ შემთხვევაში შეიძლება ან როგორც თამაშებშია წყლის შეტაკებები და ასე შემდეგ ან ნავებით რაღაცა ძალიან არის ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დავიცვათ ისეთ წესები რომ ადამიანები ხო სიცოცხლის საფრთხე არ შექმნას, ამიტომ წყალთან არავით არის. არა, იქ ქონდა ვიღაცებს იდეა და არა. ექველისის ტბაზე ჩავიდეთო და ნავებით ლოტები შეჯახება. სურვაიც ახლა მათთვის პრობლემა არა რა არის, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ იმას, ვინ იცის თუ რო ვინ არის ის ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ადამიანმა იცის თუ რომ, მაგრამ შეიძლება მაინც რაღაც მოვიდეს ამ არა. ასევე ხმელეთზე ჯობს ისე. ფოლადის აბჯარში შეერაღებულმა ადამიანმა როგორ უნდა გაცურვას. ხო, ეს საინტერესოა. არა, მე ორ დღეს დაჟანგებული რო იქნება ეს აბჯარი. ის შეტაკებებისთვისაც შეიძლება ზოგადად ღრუბლისგან დამზადებული იყოს ამ სტივტივებს შედეტების. მე მაინტერესებს, თქვათ ახლა ვისაც მომართული აქვს FM 104.4-ზე რადიო მიმღები და გაუჩნდა სურვილი რომ მანაც ერთ-ერთ კვირას თქვათ ჩაგერთოთ და ითამაშოს თქვენთან. რა უნდა გააკეთოს? გაწევრიანება ის ეს როგორ ხდება? მიშოვა კოსტუმი ჯერ აირჩია რომელ რასაც უნდა შეუერთდეს, მე შესაბამის კოსტუმი აირჩია. ყურები უნდა თუ ცხირი უნდა რა შემდეგ თავის უბრალოდ მე მაინც ცოტა ეს ინვენტარზე მაქვს ხოლმე შეიძლება მოვიდეს კოსტუმირები, მაგრამ ეს ინვენტარი საფუძველოა რაღაცა, ეგ ცოტა შეიძლება გაუჭირდეს გამზადება მაგის. ზუსტად ეგეთი საკითხების მოსაგვარებლად გვაქვს ძალიან დიდი Facebook-ის ჯგუფი Georgian LARP community, ასევე გვაქვს Georgian LARP Facebook-ის page-ი, ქართული ლარპით. ორივეზე შეუძლია მოგმართოს ან ჩვენა სხვა მოთამაშეებს დააკვალიანებენ, ყველა ცდილობს რომ იყოს მეგობრული, დააკვალიანებენ რა როგორ გააკეთოს. ანუ მარტივად Facebook-ზე მოგწერენ და თქვენ ისე თუმცა ანუ იმისთვის რომ ჩვენ თამაში მიიღოს მონაწილეობა, აუცილებლად უნდა გადაიხადოს თავისი პატარა გადასახადი გვაქვს
საწევრო სავითარი, რითიც მოთამაშე ყიდულობს ასე რომ ვთქვათ 5 ღონისძიებაში მონაწილეობის უფლებას და 5 ლარი უჩნდება სულ. საინტერესო არის რა იქნება ეს ამ რასებს რომ როგორც ვატყობ ახლა მხოლოდ იმ თამაშებიდან არის და ეს კავკასიური ტიპებიც რომ დაემატონ არ იქნება მე რა მაინტერესებს ჩვენ ყავდა ანუ კავკასიური რასა არა მაგრამ სახელმწიფო როგორც კავკასია დაგვიმატეს ადრე მოთამაშეებმა თავისი სურვილი და ყავდა გილდია ფრაქცია რომელიც თავს აცხადა და კავკასიელებად თუმცა ესეთი ჩასწორება გავუკეთეთ არა არ ჩაგახოცოს ალტერნატიული ქვეყანა მოუგონეთ ალტერნატიული სახელით ლაშარი იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ სამყაროში პირდაპირ გადმოტანილი ანუ უშუალოდ ეგრე გადმოტანილი ქვეყნებს რაღაც ირლანდია და შოტლანდია ხო გასაგებია არ გვაქვს რა სამწუხაროდ კავკასიაც არ არის მაგრამ არის ლაშარი რომელიც არის კავკასიის ანალოგი და ვისაც სურს რომ კოსტუმები როგორი კოსტუმები მე კოსტუმებზე მაქვს უბრალოდ ეს სანახაობრივი და ძალიან საინტერესოა ნაბდები და ასე შემდეგ ხო ზვენელი გველოდება ხაზე დილამ შვიდობისა მოგესალმებით რამინ პატარი ჩვენც მოგესალმებით პატარი შარვალი არ ლაპარაკობენ ესე როგორ კოსტუმ შარვალი არ შეიძლება შარვალ კოსტუმი არ შეიძლება ეს ლაპარაკი ვერ ჩვენ თქვით ჩვენ თქვით აბჯერს ვახსენებდით ალბათ მაგრამ შარვალ კოსტუმი არ ვიცი მოკლედ შარვალ კოსტუმი და ეს რა ქვია ნიუ ბალანსები ანუ ასე არ შეიძლება არა შემთხვევაში უკვე ვერ მოხვდებით იმ საუკუნეში და ის განწყობა აღარ გვექნება აწიმებით და წაღებით ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში არ საუბრობთ ჩვენს პირად გარდირობებზე, ამ შემთხვევაში საუბრობთ კონკრეტული თამაშის კოსტიუმებზე, რომელიც ჩაცმულობაზე დავკონკრეტებით და დავშლი, რომელიც საჭიროა. არ საუბრობთ შარვალ კოსტიუმზე, ან პირიქით კოსტიუმ შარვალზე. კარგი, მოკლედ საინტერესო თვალსაჩინოს საუბარს. მე მაინტერესებს შემდეგი ლარპობა როდის არის? შემდეგ კვირას. შემდეგ კვირას თუ ისე რაღაც კოკისფერული ამინდი არ იყო ან ისეთი რომ. სად იქნება ეგ ამბავი? სავარაუდოდ ლისა. მე დაგემატებით ალბათ ერთი შეიძლება არ მოვიდე მე იმით რა ქვია ჩემი. ერთი ჯინსიანი აიტანეთ. არა, უბრალოდ მაინტერესებს შეტაკებები მაინტერესებს. გადასაღება საინტერესოა. გულშემატკივრები არიან ხოლმე გარშემო? დრო და დრო ამოდიან ხოლმე ისეთებიც, ვინცაც უბრალოდ აინტერესებს, ან ჟურნალისტები, ან ფოტოგრაფები. ამ შობელი რო ბავშვთა ხედავს არის ხოლმე. თუმცა იმას ვიტყვი რომ ანუ გამოცდილება მაქვს შორიდან გარედან ყურების და გარედან ყურება ისეთი ინტენსიური არა, როგორც აი ფარით შუაში დგომა იქ როდესაც შეტაკება მიდის ასე რომ სტრატეგიები გაქვთ ალბათ ხო კონკრეტული სტრატეგიები თქვათ ძველი მეფეების სტრატეგიები შესწავლილი გექნებათ ანუ ხევში ბრძოლის ასე შემდეგ მოკლედ ჩვენ წარმატებული ლარპობა უნდა გისურვოთ ყოველ კვირას მადლობა უნდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ ჩვენი სტუმრები იყავით და რა ვიცი ჩვენს ყველას მოვუწოდებ ვისაც აინტერესებს მსგავსი ტიპის გართობა მსგავსი ტიპის დროის გატარება შეგიძლიათ შეუერთდეთ ლარპებს სწორად ვამბობ ანუ ლარპელებს კი ჩვენი სტუმრები გახდათ ალექსანდრე ხანთაძე, ნატო ბელქანია და რეზო კილაძე. წარმატებებს გისურვებთ თქვენთან და დავასრულოთ ჩვენს გადაცემა. გიორგი სოხიტაშვილი და ლანა ბლიაძე მუშაობდით თქვენთვის ეთერში. სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობის 2 საათნახევარი. შევხვდებით 4 შაბათს საინტერესო თემებით, რუბრიკებიც გვექნება უკვე. დიახ. და ვნახოთ ერთი რა გამოგვივა 4 შაბათს და რაც შეეხება კვირას, ვისაც ლარპაობა გსურთ, დაუკავშირეთ ამ ადამიანებს Facebook-ზე და ვნახოთ ერთი თქვენ როგორი ლარპავებთ. ვუსურვებ ყველას წარმატებას და 4 შაბათამდე გემშვიდობებით დროებით. L'arcobaleno il mio messaggio d'amore può darsi un giorno ti riesco a toccare con i colori si può cancellare il più violento e desolante squallore sono diventato sei tramonto di sera e parlo come le foglie d'aprile e vibro dentro ad ogni voce sincera e con gli uccelli